თუ თქვენ აკორეგირებთ პაციენტის მიმართვიანობას, თქვათ, იმას ჭირდება ენდოკრინოლოგი, თქვენი სახით, თქვათ, კიდე ჭირდება ფსიქოდახმარება, ან რაღაცა დამატებითი კვლევები, როგორ ორი სიტყვით ნახე, როგორ არის, იცი, მე გამიმართლა იმით, რომ სამკურნალო დავამთავრე და თერაპევტიც ვარ და ნუტრიციოლოგიც და ძალიან მაინტერესებს ფსიქოთერაპია და ვსწავლობდი ჯერ ფსიქიატრიაც ხო გავდივართ და ეხლა ტანდემში მუშაობ ნანი კოშონიასთან ერთად, რომელიც არის ფსიქოლოგი და შედეგები არის აი ფანტასტიკური რა გაგებით. აი არა მარტო კვების მაგალითად კორექცია, არამედ სხვადასხვა პრობლემები, მაგალითად საკუთარი თავის მიუღებლობა, რომ ეძებ საკვებში რაღაც აი ორთორექსია რასაც ქვია, ხო? და ეძებ რაღაც 20 გრამი, 15 გრამი და იტანჯები და ოჯახის წევრებიც იტანჯება. წვალება, ანუ აი რუხ ფერებშია მთელი სამყარო. ამას გარდა იქ კანი მაგალითად რაღაც ნაღლის ბუშტიდან თუ მოდის ეს კანის დეფექტები, თუ არის კუჭნაწლავის ტრაქტი, რომელიც ჩვენი მეორე ტვინია. ბევრ რაღაცაზე მუშაობთ, წონის დეფიციტზე მუშაობთ. ამას გარდა ხალხი რომელიც ემსახურება მაგალითად მოცეკვავეები, ბალეტი, აი ისეთი რაღაცა რომ ენერგიაც უნდა, მაგრამ გამხდარი უნდა იყოს. რაღაცა იქ 60-90 რაღაც პარამეტრებში. აი გვყავს მოდელები და ასე შემდეგ. საინტერესოა, მადლობა წარმატებები თქვენ გუნდს.